არის ერთი პიროვნება, რომელიც იცავს. თქვენ ყველა მე ხა განაცხადეთ ორივემ, რომ სოციალურ ქსელებში დიდი თანადგომა აქვს მამა გიორგი მამალაძეს. მეც გეუბნებით, ეს არის მსხვერპლი პიროვნება, რომლისგანაც შექმნეს საქმე, ფონი და ამ ფონმა მისცა სიმძაფრე მეუფე პეტრეს განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხედავთ. თავის PR კამპანიებით ყველა არხზე, თქვენი არხიდან დაწყებული, იმედით და რუსთავით გაგრძელებული. მე ყოველთვის მიხარია ნებისმიერი ადამიანის თანხმობა, გადაცემაში მონაწილეობაზე თან ისეთი მაღალი რანგის სასულიერო პირის, როგორიც არის ჭყონდიდის მიტროპოლიტი. იცით რატომ გიორგი? იმიტომ რომ არც ერთი სასულიერო პირი თითქმის არ გამოდის გარდა მეუფე პეტრესი და არ თulis საჭიროდ, რომ საზოგადოებას თავისი პოზიცია გააცხადოს. იცით რატომ? რატომ? კანონიკური ნორმებით იქცევიან. არა ბატონო, კანონიკური. ეტყვით რა შუაში არის. აი მე მაგ წამოღებული ვიდეო რგოლი თუ არ ექნება ბატონ ლადოს ეს ინფორმაცია ჩავთავთ. იცით თუ არა თქვენ რუსთავი 2-ზე მისი გამოსვლა, როცა საქმე ეხებოდა მცხეთა თბილისის ეპარქიაში არსებულ ზნეობრივ დარღვევებს, რომელზეც მეუფე პეტრემ ილაპარაკა. საერთოდ სიანითან შეხება არ ქონდა. გამოვიდა ადამიანი და უცებ ლაპარაკობს მამა ბასილ კოლბახიძეზე, რომელიც უსამართლოდ განკვეთეს. იცით ეს თქვენ? მე თუ კითხავს მისვამთ, მე გიპასუხებთ და თუ კი თქვენ ჩუმდები და გისმენთ. არა, მე არ გიჩხუბებით. არა, ჩუმდები და გააგრძელეთ მე. და იცით აი ჩვენ ამ შეკითხვას გავეცით პასუხი არაერთხელ ჩვენ მივუთითეთ იმის შესახებ რომ მიტროპოლიტი ცა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ეპარქიის მმართველს არამედ ის წარმოადგენს ასევე წმინდა სინოდის წევრს და წმინდა სინოდში ირიცხებიან 56 ეპისკოპოსი რომელიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და როგორც ასეთი როგორც წმინდა სინოდის წევრს მას აქვს არა მარტო უფლება არამედ პირდაპირ ვალდებულება ისაუბროს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე ზოგადად პრობლემებზე ბატონი ანდრია მე მომწონს ღია დროსაც არა, იცით და თქვენ მოგწონთ რომ მაღალი რანგის სასულიერო პირია თუ არის თქვენ მოგწონთ ამ ვიღაცა ბატონო ლადო მუხლი ხომ მიუთითეთ მუხლი ეხლა ილაპარაკოს რატომ არ უნდა ილაპარაკოს თეოლოგები ვართ ორივე მემართალია ზოგიერთები არ მწონენ მაგრამ მაინც მუხლი მიუთითეთ რომელი მუხლით აქვს უფლება ილაპარაკოს ტელევიზიით დიახ მაგრამ მუხლი მიუთითეთ რომელიმე კანონით მუხს ვერ ჩადებდით აი ამ მარტო მე კი არ ჩადები ჯულის კანონის მუხს გეუბნები მე რას ლაპარაკობ ჯულის კანონი ოიცერებოდა სად იყო ტელევიზია ტელევიზია გეუბნიეთ მე გქონი მასობრივად რომ გამოვიდეს და მოედანზე რომ ელაპარაკოს. ერთი წუთი ბატონო გიორგი მე დავასრულე ამას. ესე იგი არსებობს მართვა-გამგეობის იმგვარი წესები, უმრავლეს ეკლესიაში მათ შორის ახლა ხშირად ახსენებენ რადგანაც ეს რუსეთი არის ის და მაინც ესე თქვა აღქმული როგორც მისაბაძი აი ამ კონკრეტული ჯგუფის მიერ შორენა თეთრაშვილი თუ ვინც არის რუსეთის ეკლესიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთში. აი ამ მართვის სტილს ქვია მუდმივმოქმედი სინოდი. მუდმივმოქმედი სინოდი გულისხმობს იმას, რომ ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი არ წარმოადგენს სინოდის წევრს და მხოლოდ მუდმივმოქმედ სინოდში არიან ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ ეკლესიის სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი კარგეთ. საქართველოში არის ესეთი რამე? არა, საქართველოში რომ არ არის, ის არის რაც არის, რომ ყველა ეპისკოპოსი ითვლება სინოდის წევრად, ასეთ შემთხვევაში ყველა ეპისკოპოსს აქვს ვალდებულება ილაპარაკოს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე. პროკურატურის განცხადება გავრცელდა, რომელიც უნდა წავიკითხო, მანამდე გიორგი თუ შეიძლება და ადვოკატი გვეტყვის იქ ერთი-ორ დეტალს, მითხარით რატომ არის მეუფე პეტრე პირველი პირი თქვა? და აღარ დამაცალეთ მე. კი ბატონო. თქვენ მე კითხვას სვამთ და გადადიხართ ბატონ ლადოს. არა, იმიტომ რომ მაშინ თქვენ აღარ დაუსვათ, თქვენ კითხავთ ხოლმე. ესე იგი, დისკრედიტაცია მოხდა თქვენ ხომ აიცეთ ახმებით, თორნიკეს ხომ აიცეთ ახმებით, არა? მამალაძის ძმას. კაცი ამბობს. ეკლესიის დისკრედიტაცია. თქვენ რატო ფიქრობთ რომ შეიძლება არა, ბატონი ლადოს ვერ წამოვაცდენიო დისკრედიტაცია მოხდა.